ადამიანები ჩემთან იმიტომ სწავლობენ ცურვას მარტივად, რომ თუ ვერ ისწავლიან, თავიანთ თავს უნდა დააბრალონ, რადგან თვლელი მათ ვერ ხედავთ და ეს საინტერესო мотиваცია და ფენომენია. ხუმრობ. 5-ზე აიღე ჰაერი? კაი? ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ და ეს იყოს ბოლო ეს დავალება, რომელსაც გავაკეთებთ ბალანსისთვის, ოკეი? ერთით და მორჩეს ეს დავალება. ამოგაკ გვერდულად და ისევ აბრუნებ მხრის წინ. აქედან მიდიხარ ერთი ხელით, იქიდან მოდიხარ მეორე ხელით. მხრის წინ. ხალხს ჯერ ვერ წარმოუდგენია ეს სიტუაცია, თუმცა მე არ ვარ პირველი ადამიანი, უსინათლო ვინც ცურვას ასწავლის. ვარ მეორე, ერთი არის ამერიკაში, ერთი კაცი და ისიც ჩემნაირად ასწავლის ცურვას. მე ვარ ნიკა თვაური, მოცურავე, ატლეტი. მოცურავესთან ერთად ვარ თვნელი. 1 წლის წინ ავიღე საერთაშორისო ლიცენზია ამერიკული ცურვის აკადემიის. ვავარჯიშებ ხალხს, ვასწავლე ცურვას. მაქვს კურსები წყლის შიშის გადალახვის, ცურვის დახვეწის, ექსტრემალური ცურვის, საკუთარი თავის და სხვისი გადარჩენის. მაქვს 6 წლიანი გამოცდილება ეროვნულ ნაკრებში, ვარ ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი მსოფლიო ჩემპიონატზე და ბევრი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. მაგ არის მთავარი გამოცდილება და ადამიანს მიცა იმის საშუალება, რომ შეიგრძნოს თვითონ დამოუკიდებლად რაღაც დეტალები. აქ არის ციფრები, აქ არის შეგრძნებები და რაც მთავარია გამოცდილება. ცურვა თუ საერთოდ არის ადამიანმა მასთან ერთად წყალში გვიწევს ხოლმე ჩასვლა, თუმცა საშიში არაფერია, რადგან აუზი არ არის ძალიან ღრმა და შეუძლია ნებისმიერ დროს მოკიდოს ხელი კედელს, დადგეს ფეხზე. მაგრამ ამას მალე ეჩვევიან 5-6 გაკვეთილში ადამიანები უკვე დამოუკიდებლად ცურავენ ხოლმე იქით-აქეთ. 16 წლის ვიყავი 1 იანვარს საბრძოლო ნივთიერება მიფეთქდა ხელში, დავკარგე ეს ხელისწვევანი და მხედველობა. მხედველობაზე 2 წელი ვიბრძოლეთ, 9-10 ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ უშედეგოდ. მხედველობის დაკარგვის მერე, რა თქმა უნდა, პირველი რეაქცია იყო ის, რომ ექიმების ავადმყოფოები, ოპერაციები და მაგ დროს გგონია, რომ მხედველობა უნდა დაიბრუნო და ისევ გააგრძელო ჩვეული ცხოვრება. თუმცა ეს არის ფუჭი, ჩემს შემთხვევაში ფუჭი იმედი, მე მხედველობა არ მექნება არასოდეს და მივხვდი, რომ უნდა შევეგუო და გავაკეთო ის, რაც შემიძლია მხედველობის გარეშეც. აღმოჩნდა, რომ ეს შემიძლია მხედველობის გარეშეც, კიდე სხვა რაღაცეებიც ბევრი და ზოგადად ადამიანს უბრალოდ შეზღუდვა აქვს საკუთარ თავში და რეალობა ცოტა სხვანაირი არის. რა თქმა უნდა, საქართველოს პირობებში თვითონ საზოგადოებაც ეგრე იყო მიჩვეული, რომ არაფერი არ უნდა მეკეთებინა და აუზეც შესვლა მქონდა აკრძალული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და ჩემმა მწვრთნელმა პირველმა მწვრთნელმა ჰენრიკ უბრაშოვმა ხელწერილი დააწერინეს ჩემ მწვრთნელს, რომ თუ რამე დამემართებოდა, იგი აგებდა პასუხს და მხოლოდ ამის მერე შემისვეს პირველად აუზზე, ლაგუნა ვერეზე და დავიწყეთ ვარჯიში. თუმცა ეხლა ხედავთ, რომ მე ვავარჯიშებ სხვებს. საზოგადოება არ იცვლება თავისით, მას ცulis რაღაც გარემოებები და ფაქტები და როგორც ჩანს, ესეთი ფაქტორი მე აღვნიშნე და რაღაცები შევცვალე, როგორც ჩემთვის, ისე ბევრი ადამიანისთვის. ბევრი ადამიანისთვის არის мотиваცია ისიც, რომ სადაც მე შევძელი ცურვის სწავლა და ამას ვაკეთებ კარგ დონეზე, მათაც შეუძლიათ თავისი მხედველობით გააკეთონ ეს რაღაც დონეზე. და ესეც არის мотиваცია რა. ფიქრობ თავარი.